დედის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში სხვადასხვა პროფესიის, საინტერესო ბიოგრაფიის მქონე წარმატებული ქალბატონები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მათ მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის და სამომავლოდ პროფესიული საქმიანობის აფხაზეთში გაგრძელება უსურვა. დაჯილდოებულთა ღვაწლი ომამდე თუ ომის შემდეგ განუზომელია, რადგან მათი მოღვაწეობის ძირითადი ნაწილი ეძღვნება აფხაზეთსა და აფხაზეთზე ზრუნვას. თავის მხრივ ლაურეატებმა მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს დაფასებისთვის. თეულმა მათგანმა გაიხსენეს საკუთარი ამბავი, ემოციებითა და მოგონებებით სავსე, რომელიც აფხაზეთს უკავშირდება. ათასობით ღირსეული ქალბატონი გვყავს, ღირსეული დედა გვყავს და აი ამ დღესთან დაკავშირებით 20 განსაკუთრებით გამორჩეული ქალბატონი მოვიწვიეთ დღეს უმაღლეს საბჭოში და დავაჯილდოვეთ საპატიო სიგელებით. ეს ქალბატონები გახლავან ომის ვეტერანები და ძალიან დიდი დამსახურების მქონე ადამიანები, არიან პედაგოგები, არიან სამედიცინო სფეროს მუშაკები, ექიმები, არიან თბილისელები, რომლებიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენთან სხვადასხვა საკითხებზე და სხვადასხვა მიმართულებით და აქვთ ძალიან დიდი წვლილი აი ჩვენ დამსახურება ჩვენი საზოგადოების წინაშე. ძალიან ამახელვებელი დღე არის ჩემთვის. მე დაჯილდოვდი იმისთვის, რომ ომის დაწყებიდან მე იქედან აფხაზეთის ტერიტორიიდან არ გამოვსულ ვარ. გონია, რომ მაინც რაღაცა ცოტა შვება, ცოტა დახმარება მაინც გაუწიე ჩემ ხალხს აფხაზეთში დარჩენილებს და ძალიან რთული გზა გამოვიარე. არ იყო ან ტრანსპორტი, არ იყო ექიმი, არ იყო მანქანა, არ იყო მედიკამენტები და ასეთ დროს მაინც ვახერხებდი ვიღაცისგან ნათხოვარი წამლებით სხვა ავადმყოფთან მისვლას. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემთვის პატარა აფხაზეთია თბილისში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც აი ამ ჯილდოზე წარმატკინა. და ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ყოველდღიურად მქონდეს შეხება აფხაზეთელებთან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებთან, მოვესიყვარულო მათ და მათთან ერთად ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო მშვიდობის მშენებლობის საკითხებში. ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი პატივია და ძალიან დიდი სიხარული აკოფნა დღეს, იმიტომ რომ ეხება აფხაზეთს, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეული და ძალიან ისეთი სენსიტიური თემაა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი პატივია რომ დამაფასეს და ყოველთვის ვარ და ვიქნები ამ ჩვენი ხალხის სამსახურში.